გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ექსკლუზიური ინტერვიუ პირთან, რომელმაც მარტა კოსის საიდუმლო წარსული გაასაჯაროვა. იგორ ომერზას მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ევროკომისარი კოსი იუგოსლავიის იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან აქტიურები მაჰქონდა. სკანდალურ მასალებზე ომერზამ წიგნი დაწერა, რის შემდეგაც ევროპარლამენტმა მარტა კოსის გამოკითხვა მოითხოვა. ინტერვიუ ეთერში დღეს 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე გავა. ლუკა ჩანგელიამ ჩაწერა იგორ ომერზა და ის შემოგერთება ახლა კურიერის პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. კესო, უნდა დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ სლოვენიელი მკვლევარი ახლა ხაზგასმით ამბობს, რომ ის 20 წლის განმავლობაში ცდილობდა მოეძებნა კონკრეტული დოკუმენტები მარტა კოსის ჯაშუშური საქმიანობის დასამტკიცებლად. იგორ ომერზას განმარტებით ის არაერთ დაბრკოლებას გადააწყდა ამ გზაზე, მათ შორის მან აღმოაჩინა, რომ უდბას, ანუ საიდუმლო პოლიციის საარქივო მასალების უმეტესობა სრულად იყო განადგურებული, თუმცა მრავალხნიანი კვლევის შემდეგ მან აღმოაჩინა 10 დოკუმენტი, სადაც მარტა კოსის სახელი და გვარი ფიგურირებს. აქ არის კონკრეტული დეტალები, მისი დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მშობლების სახელი და გვარები და ასევე ის ზედმეტსახელები, რომლითაც მას საიდუმლო პოლიცია მოიხსენიებდა. დოკუმენტები არის საკმაოდ სკანდალური, ამან უკვე ჰპოვა გამოხმაურება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ევროპარლამენტშიც, სადაც მარტა კოსის ევროკომისარის სასწრაფო წესით გამოძახებასა და მისგან ახსნა განმარტების მოსმენას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე კოსი არც მედიასთან არ გამოჩენილა და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ მოგვისმენია მისგან. ის ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს განმარტებების გაკეთებას, მისი ადმინისტრაცია კი ღიად ამბობს, რომ სასაუბრო ამ საკითხზე არაფერია. სოციალისტურ იუგოსლავიას ჰქონდა კომუნისტური საიდუმლო პოლიცია, რომელსაც სლოვენიაში უდბას ეძახდნენ. თითოეულ რესპუბლიკას საკუთარი განყოფილება ჰქონდა. რეჟიმის დასასრულს სლოვენიის ყველა დიდ ქალაქში უდბას 13 ცენტრი ფუნქციონირებდა. მე სლოვენიის არქივებში მივაკვლიე 10 დოკუმენტს, რომელიც მარტა კოსს საიდუმლო პოლიციასთან აკავშირებს. დავადგინე მისი საიდუმლო ნომერი და კოდური სახელი. თავდაპირველად ის იყო წყარო ტარა. მოგვიანებით კი გახდა საიდუმლო თანამშრომელი. დოკუმენტებში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩანს, რომ ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციისთვის მუშაობდა. ახლა, როდესაც საიდუმლო პოლიცია უკვე დახურულია, აღარც ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფო აღარ არსებობს და შესაბამისად საბჭოთა კავშირის დაშლილია, რატომ არის ეს საკითხი აქტუალური? ბუნებრივია ჩვენს კითხვა. იგორ ომერზას დავუსვით, სლოვენიელი მკვლევარი განმარტავს, რომ მარტა კოსი დღეს არის მოწყვლადი შანტაჟის მიმართ, რადგანაც მისი წარსული საქმიანობის შესახებ, ასევე მისი ინფორმატორობისა და კონკრეტული საქმეების შესახებ, რომელზეც ჯაშუშობის დროს მარტა კოსი მუშაობდა, შესაძლებელია, რომ ინფორმაცია უკვე ჰქონდეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს, შესაბამისად არ არის ომერზას განმარტებით გამორიცხული, რომ კოსი კონკრეტული მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდეს. ომერზა ასევე ხაზგასმით აღნიშნავს და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მარტა კოსი სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ჩართული. მკვლევარის განმარტებით, მაშინ კოსმა საეჭვოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი რეიტინგები ჰქონდა. ახლა ომერზა ასევე მის ჯაშუშურ საქმიანობას უკავშირებს საპრეზიდენტო მარათონიდან კოსის ჩახსნასაც და აღნიშნავს, რომ შესაძლოა მაშინ ის უკვე ყოფილიყო კონკრეტული სადაზვერვო სამსახურების გავლენის ქვეშ და ის ყოფილიყო ასევე დაშანტაჟებული მისი წარსული საქმიანობით. ჩემი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მას ევროკომისიაში აღარანაირი რეალური გავლენა, ფუნქცია თუ ავტორიტეტი აღარ გააჩნია. ის ფაქტობრივად, როგორც ამბობენ, დამწვარი ფიგურაა. ამ ფაქტების უარყოფას აზრი არ აქვს. ის სლოვენიის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და მაშინაც თქვა, რომ საარქივო სიები ყალბი იყო, მაგრამ ის ტყუოდა. ამ რეესტრში მილიონი ადამიანია შეყვანილი დეტალური პერსონალური მონაცემებით. ასეთი მასშტაბის დოკუმენტის გაყალბება შეუძლებელია. როგორც კომისარი, ის ახლა შანტაჟის მიმართ ძალიან მოწყვლადია. სერბეთის დაზვერვამ იცის მისი წარსული და რადგან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან, სავარაუდოდ რუსებმაც იციან ამის შესახებ. მისი რეპუტაცია ახლა ნულს გაუტოლდა. ის ფაქტობრივად დამწვარი ფიგურაა ევროკომისიაში. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. აპრილში ევროპარლამენტში ამ საკითხზე მოსმენა არის ჩანიშლული, უნდა გამოცხადდეს თავად მარტა კოსიც და კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ამ დრომდე ევროკომისარს და მის ოფისს არ გაუკეთებია რაიმე სახის თავის გამამართლებელი განცხადება. თავად იგორ ომერზა არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა მარტა კოსი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან და ის ამბობს, რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ევროკავშირში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ახლა უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა კოსი დაკავებულ პოზიციაზე. დღეს 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვან აქცენტებს და კონკრეტული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას უფრო ცლად მოისმენს მაყურებელი ექსკლუზიური ინტერვიუში.
მადლობა ლუკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლუკა ჩანგელია. გზავნილები ევროპიდან, რადგან ევროკავშირის გადაწყვეტილებების უკან და როგორ აღიქვამენ თავად ევროპელი პოლიტიკოსები ამ პროცესებს. რუსთავი ორმა ევროპარლამენტარებთან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა, რომელიც მაყურებელმა გუშინ იხილა. ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ევრობიუროკრატების ინტერესებზე და იმ რეზოლუციებზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს. ყურადღება გაამახვილეს ვიზების საკითხზე, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტზე და უცხოურ გავლენებზე. იმიტომ რომ ჩვენი 40 წელზე მეტხანს ევროკომისიისთვის, როდესაც სახელმწიფო მათ მიერ დადგენილ ხაზს არ მიყვება, მოქმედების ორი გზა არსებობს. თუ სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, ბრიუსელი მათ უყინავს სუბსიდიებს. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი და სლოვაკეთი. საქართველოს კონტექსტში კი ევროკომისია ვიზების საკითხით манипуლირებს. ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს გავს. მათ არ ადარდებთ ერების ინტერესები. გეოპოლიტიკურად ესტონეთი, პორტუგალია და საქართველოს სხვადასხვა რეალობაში არიან, მაგრამ ევროკავშირი ეს არ აინტერესებს. ან მიიღებ მათ პოზიციას, ან იქნება სანქციები. უკრაინის ომის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, ან ხარ ევროკავშირის პოზიციაზე, ან თუ არ ხარ, მაშინვე რუსეთის მხარდაჭერად გნათლავენ. საქართველოს შემთხვევაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, სულ გვესმის, რომ საქართველო რუსეთს უჭერს მხარს. ეს წარმოუდგენელია, კავკასიული სიგიჟეა. ეს არის სისულელი, რომელსაც უნდობლობა იწვევს. ამას ერთი ფაქტი მოწმობს. საქართველოს შესახებ გამართულ ბოლო დებატებზე ევროპარლამენტში მხოლოდ 10 სპიკერი იყო. დარბაზში კი 720 წევრიდან 20 დეპუტატი ვიმყოფებოდით. აი კენჭის ყრაზე კი მოულოდნელად უმრავლესობა გამოჩნდა. მე ცოტა მეშინია იმის, რად იქცა ევროკავშირი. დღევანდელი ევრობიუროკრატია ცდილობს ნელ-ნელა ადამიანების აზროვნება შეცვალოს. ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. თქვენ ოცნებობთ ევროპაში ყოფნაზე, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ის ევროპა, რომელზეც ოცნებობთ, დღევანდელი რეალობაა? მათ აქვთ თავისი woke იდეოლოგია. მახსოვს 6 წლის წინ აფრიკაში ერთ-ერთ შეხვედრაზე ღარიბი ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვეს, განათლებისა და საკვებისთვის ფული არ ყოფნისო. ევროკავშირის პირველი კითხვა კი იყო, რას აკეთებთ ტრანსექსუალებისთვისო. ეს ხომ სრული სიგიჟეა. ძალიან წუხვარ, მაგრამ აქ ევროპარლამენტში წევრების დიდ უმრავლესობას წარმოქმნა არ აქვს საქართველოზე. ბევრმა ოკუპაციის შესახებაც არაფერი იცის. წევრები მოვიდნენ და მკითხეს, თქვენ თქვით ოკუპაციაზე, მაგრამ საქართველო ხომ არ არის ოკუპირებულიო? როგორ შეიძლება უწოდო პრორუსული იმ ქვეყნის მთავრობას, რომლის 20% ოკუპირებულია? დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტარები ცოტა მეტ ყურადღებას რომ აქცევდნენ რეალობას და უსმენდნენ თქვენს წარმომადგენლებს, მაგალითად საელჩოს, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ. ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს ცოდნის გარეშე იღებენ. ბრიუსელში კომფორტულად ხედან, რუსეთი მათგან შორსაა. შემდეგში ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან, რუკა აჩვენეთ და სთხოვეთ, მიგი თვითონ სად არის საქართველო. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ არც კი იცის. სწორედ ეს უცოდინრობაა მათი სულელური პოლიტიკის მიზეზი. ევროპელი დიპლომატები მიდრეკილნი არიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისკენ. ეს არ არის მათი საქმე. სხვა ქვეყნებში ამას ნეოკოლონიალიზმად აღიქვამენ. როცა ელჩი გვარნახობს, რომელი კანონი მიიღო და რომელი არა, მაგალითად ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, ეს არასწორია. საქართველოს აქვს სრული უფლება მიიღოს ასეთი კანონები. პეტერ ფიშერის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ის ამას აშკარად და გამომწვევად აკეთებს. ევროპარლამენტარების ინტერვიუებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ქართული ოცნება ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ევროპარლამენტში არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც რეალობას აღიქვამენ და კოლეგებს საქართველოს მიმართ მიკერძოებულ ინტერესებში ამხელენ. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც. ქეთი ზანთარაია გაეცნო თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს და ის შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, გისმენთ. ევროპარლამენტის დეპუტატების ამ განცხადებების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფო გუნდის პოზიცია. ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამ ინტერვიუს შემდეგ დღეს უფრო ადვილად შეუძლიათ და მარტივად იმ მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ გახდა საქართველო თავდასხმის და შანტაჟის ობიექტი ევრობიუროკრატიის მხრიდან. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არასრულებს იმ მითითებებს, რომელიც მათივე შეფასებით საქართველოს ინტერესებში არ შედის.
ჩვენს მიმართ განსაკუთრებული თავდასხმები ხორციელდება, ჩვენ ვართ განსაკუთრებული შანტაჟის ობიექტები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვასრულებთ მიღებულ დავალებებს და დავალებები მიიღება მხოლოდ ქართული საზოგადოებისაგან. სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევები ამოდროულად ყველაფერი განსხვავებული ის რუსულად შერაცხვა, ეს არა მხოლოდ ევროპარლამენტარების მხრიდან დასტურდება, არამედ დასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც არ მოსდოთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტული ქვეყნების გადაწყვეტილებები და შემდეგ ყველანაირად რომ გააშოვონ ეს პირები, ყოველთვის პრორუსულს ან რუსს მიაწევებენ ხოლმე და შემდეგ ცდილობენ რომ როგორმე გააშოვონ საზოგადოებაში. ამ ძალებმა როგორც არ უნდა ცადონ სიმართლის და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში, მათ ყოველთვის ხელი მოეცარებათ. ევროპელი დეპუტატების განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის თუ რას ფიქრობენ თავად. თავად კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის სამართლიანობის პრინციპი დაცული, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაცული არის მათივე განცხადებით და პოზიციით, სწორედ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან. რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს. ჩვენ მათი მხრიდან დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადებების და ამ ყველაფრის მიღმა დგას კონკრეტული ინტერესი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და იმ ევრობიუროკრატების მხრიდან, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან და საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს, ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს, ამ გადაწყვეტილებების და პოზიციების მიღმა დგას ფინანსური ინტერესი და კონკრეტული მათივე შეფასებით გავლენები. ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა არის უსამართლობა, მათ შორის სოციალური საკითხები, გაძვირებული ცხოვრება, თუ სადმე არის სამართლიანობის პრინციპი და სოციალური მათ შორის მდგრადობა არის ევროპა, ევროკავშირი, ევროპის კავშირი და ის ქვეყნები, რომლებიც ქართველ ხალხს ხარს უჭერენ, მათ შორის ქართული ხალხის ბრძოლას. ის რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილის გამოსვლა არის ფასიანი გამოსვლა, გულისხმობ რომ ისინი აზრს და შინაარს არ ატარენ ამ განცხადებას, არამედ ამ განცხადების უკან ან გავლენა, ან ფულია, დაადასტურა სწორედ ქართული ხალხის 17-21 მარტის გამოსვლებმა პატრიარქის სულის საპატივცემულოდ. როდესაც ამ ხნის განმავლობაში ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, ითხოვდნენ ჩვენგან კაცების ქორწინების დაკანონებას, ითხოვდნენ გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას და ასე შემდგომ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ გაუქმებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჯერ არ მიცემოდა, მერე გაუქმებოდა. იბრძოდნენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მაგრამ რა მივიღეთ? პასუხი გასცა ქართულმა საზოგადოებას სწორედ ამ დღეებში, რომ მათი ინტერესის სფერო ნომერი პირველი არის რწმენა, პოზიცია, ღირებულებები ქართული. ამის მერე, რა თქმა უნდა, ვინც მიგვიღებს თავის ორგანიზაციაში, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე თანახმოვართ, მაგრამ მუქარით, რომ იქ გაგიუქმებ ვიზა ლიბერალიზაციას, გაგიუქმებ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე ეს არ გაჭრის. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ისევე როგორც რა თქმა უნდა სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მუქარა ქართულ საზოგადოებაზე არ ჭრის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მადლობა ქეთი, თქვენ უსმედით ქეთი ზანთარაიას. ევროინტეგრაცია, პარტნიორობა თუ ბიუროკრატიული ლაბირინთი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს რუსთავიორზე დებატებია. სტუმრები არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ქართული ოცნების წევრი ლევან მაჭავარიანი, ბექანა აცვლიშვილი, ცოდნე კოპერიძე და ვახო მეგრელიშვილი. გადაცემა რეზი ჭიჭინაძესთან ერთად 22 საათზე დაიწყება.
სპორტული გამარჯვების აღნიშვნა პოლიტიკური ცენზურით. ასე აფასებენ მმართველ გუნდში სეტანტა სპორტის ბანერს, რომელიც ისტორიაში საქართველოს ნაკრების მეასე გამარჯვებას მიეძღვნა. პოსტერზე არ არის გამოსახული ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ფოტოკოლაჟში ვერ მოხვდა ვერც მიხეილ ყაველაშვილი. რატომ ვერ მოიძებნა ბანერზე მათი ადგილი? ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ ცენზურაზე საუბრობენ. ეს გადაწყვეტილება არ ახალია, წარსულშიც სეტანტა გამორჩეული იყო თავიანთი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებით. როდესაც მაგალითად ისეთ ადამიანს, როგორც არის ბატონი კახი კალაძე, რომელიც არის ისტორიული ფიგურა, მთლიანად ფეხბურთის ისტორიისთვის და იგი არის მაგალითად მილანის ამ ისტორიული გუნდის ლეგენდების ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე, რომელსაც აქვს მოგებული 2 ჩემპიონთა ლიგა და ამ ადამიანს უბრალოდ არ მოიხსენიებ, ეს ერთი ვარიანტი, ან უბრალოდ არაფერი არ გესმის სპორტში, ან მეორე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და მე მგონია, რომ ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და კიდევ ერთხელ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სპორტი და პოლიტიკა. ვერ გეტყვით ახლა დეტალებში ეს რა დავალება აქვს მიღებული, მაგრამ ძალიან კარგად ხედავთ, რომ იქ სადაც არის მცდელობა გახლეჩვის, დაყოფის, დაპირისპირების, იმის უკან დგას რა თქმა უნდა Deep State გლობალური ომის პარტია, საქართველოს მტრები. და მათი აქაური წარმომადგენლები ხა ეს მედია საშუალება იქნება, პოლიტიკოსი იქნება თუ NGO სექტორი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით იმ მოვლენების მერე რაც მოხდა პატრიარქის პანაშვიდების დროს. შენ რო გაბედავ მაინც და შეეცდები საქართველოს წინააღმდეგობის შეტანას, უკვე გასაგებია რომელ მხარეს გახარ. რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ისევ იკრიბება. სხდომა ამ წუთებში იწყება. დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა. განსაკუთრებული მოლოდინი ამ კომისიის ფარგლებში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურსათო თუ მედიკამენტების ნაწილში ან სხვა მსახურების ნაწილში ფასები გაიაფდებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა. განსაკუთრებული მოლოდინი თავიდან ნამდვილად არ ქონია, მიუხედავად ამისა ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ამ კონკრეტულ კომისიაში და გვაქვს ჩვენი ბუნებრივია შენიშვნები კონკრეტული კითხვების საკითხებთან დაკავშირებით. მიდის დეტალური შესწავლა საკითხების და როგორც კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, არსებობს რაღაცა სისტემა, რომელიც სისტემაზეც იმუშავებს როგორც კომისია, პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება და გამომდინარე აქედან იქნება ის მიზანი მაქსიმალურად მიღწეული, რაზეც საუბრობს ხოლმე ყოველთვის კომისიის თავმჯდომარე და კომისია ზოგადად. სამეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს. კომისიის სხდომა ამ წუთებში იწყება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელოს, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კომისიამ კიდევ ერთხელ დეტალურად გაანალიზა ყველა ის ინფორმაცია, რაც ტარიფის კომპონენტებს უკავშირდება. მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ტარიფის მიღების ბოლოვადად განისაზღვრა 31 მარტი და შესაბამისად კომისია დღეს უკვე იმსჯელებს საჯარო სხდომაზე ახალი ტარიფის დადგენის შესახებ. ზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯად იქმედება. სანქციები წელს გაზრდილია და ის 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭება. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, შესაბამისად მისი უკანონოდ მოპოვება სახელმწიფო ტყეებში წარმოადგენს სამართალდარღვევას. გათვალისწინებულია 500 ლარიდან 2000 ლარამდე ადმინისტრაციული სახდელები. იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, დაიწყება სისხლის სამართლის გამოძიება. მოუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს, უნდა არღვევენ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.
საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს ახალი 3 პროკურორი წევრია ერჩია. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გახსნა. გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა. ახალი წევრები ია ჩხეიძე, შოთა კვაჭანტირაძე და ვანო ოქროპერიძე გახდნენ. ჩვენს მიერ არჩეული იქნა საპროკურორო საბჭოს 3 ახალი ღირსეული წევრი. მე მინდა მივულოც, რომ საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს საპროკურორო საბჭოში არჩევა და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო უკვე იმ ადამიანებს, ვინც 4 წლის განმავლობაში ღირსეულად მსახურობდა საპროკურორო საბჭოში. სამივე მათგანი გახლავთ ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და ასევე ისინი არაერთი წელია, რაც პროკურატურის სისტემაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გაამართლებს ამ უმრჩევლის ნდობას და ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ პროკურატურის როგორც კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. საპროკურორო საბჭოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და საქმიანობის ეფექტიანობა. მინდა პროკურორთა კონფერენციის თითოეულ მონაწილე პროკურორს და გამომძიებელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის. რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80,911,586 ლარს შეადგენს. აგვისტო-სექტემბრის თვეებში უკვე გადავცემთ სრულად დასრულებულ, გარემონტებულ 800 ბინას, 800 დევნილ ოჯახს. ეს პროექტი მთლიანად დაახლოებით 86 მილიონი ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს. კეთილმოეწყობა სრულად, ეზო, გარშემო ტერიტორია გამწვანდება სრულად. შუაში იქნება ბავშვთა გასართობი მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები. დასასრულს უახლოვდება ქალაქ რუსთავში მშენებლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებულია ბინა 800 დევნილი ოჯახისთვის. მალე დაიწყება კეთილმოწყობის სამუშაოებიც, ამის პარალელურად მიმდინარეობს რუსთავზე შევსებული განაცხადების შეფასებაც, რომელიც ასევე მალე დასრულდება. ამ შემდეგ დაიწყება მონიტორინგები, ხოლო შემდეგ კომისია გამოავლენს იმ ოჯახებს, ვინც ამ ახალ კორპუსებში მიიღებს საცხოვრებელ ბინას. ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინი პატრიარქი კარდინალი პიერ ბატისტა პიცაბალა აღდგომის ტაძარში არ შეუშვა და ბზობის მესიის ჩატარებაში ხელი შეუშალა. აღნიშნული ფაქტი იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაგმო. ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ინციდენტი შეურაცხყოფა არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას სცემს პატივს. ამ შემთხვევის გამო კი ისრაელის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება შესაბამისმა ორგანოებმა ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ. მისივე თქმით, დაწესებულ შეზღუდვას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და ეს პატრიარქისა და მისი თანხმლები პირების უსაფრთხოების დასაცავად გაკეთდა. ცნობილია, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ მასობრივი შეკრებები აკრძალა, მათ შორის სინაგოგებში, ეკლესიებსა და მეჩეთებში. საჰაერო განგაშია გამოცხადებული ისრაელის სამხრეთით მდებარე რეგიონებში. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. გასული 48 საათის განმავლობაში ირანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებზე მიიტანა იერიში. დარწმუნებები განხორციელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც, აფეთქებებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და კატარში. პარალელურად შტატების და ისრაელის გაერთიანებულმა ძალებმა თეირანში რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. სახალის განმარტებით სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ირანის ყველა მთავარი სამხედრო ობიექტის სრულ განადგურებამდე.
სომხეთის მმართველმა პარტიამ სამოქალაქო თანხმობა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის 2 ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა. სომხეთის არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. Вычаровый горцикнеро აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთში დასრულდა. ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების და კულტურისა და სპორტის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხებსა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გალა-კონცერტები მუსიკალური ბათუმი ერევანში და მუსიკალური ბათუმი ვანაძორში. ეს არ იყო მხოლოდ შეხვედრები, ეს იყო ხალხთან ურთიერთობა, ეს იყო ჩვენი გზავნილი, ეს იყო რეგიონის გზავნილი, ეს იყო რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აჭარა სწორედ ის რეგიონია, ის ადგილია, სადაც ყმათელიან, ისინი უყვართ და ჩვენი მუსიკა, ქართული მუსიკა აჟღერდა ძალიან ბევრ ადამიანის გულში. ერთ-ერთი საუკეთესო ვიზიტი იყო, ძალიან წარმატებული. ოფიციალური შეხვედრები ჩატარდა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ხალბატონ ჟანა ანდრეასიანთან, გუბერნიასში გუბერნატორთან, ვიცე-გუბერნატორთან, ქალაქის მერთან, ვანაძორის და ეს არის რაც თავარია, 2 ფანტასტიკური კონცერტი ერევანსა და ვანაძორში. არნახული წარმატებით ჩაიარა, სრული ანშლაგი იყო ვანაძორშიც, ანშლაგი იყო ერევანშიც. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა გიორგი მიქაუტაძის დუბლით დაამარცხა და ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო. ჩვენმა ნაკრებმა პირველი გოლი 71 წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ თავისივე მოგება და გვინდოდა რომ დღეს მოგვიგო და მოვიგეთ და პერსონალურად 2 გოლით გახარებული ვარ. ბევრი ახალი მოთამაშეები იყვნენ ჩვენთან. ყველანი კარგად ჩაერთნენ ჩვენთან ერთად. ივნისში გვაქვს კიდე 2 თამაში და მოვემზადებით სექტემბერის თამაშები. ბედნიერი ვარ ძალიან, რომ ეს ნდობა დავიმსახურე, 2 თამაში ვითამაშე შეუცვლელად და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ესე რომ ვთქვა. მნიშვნელოვანი იყო მამოტივირებელია, რა თქმა უნდა, დებიუტანტისთვის ესეთი ნდობა. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.